გამარჯობა, დღეს გაჩვენებთ, როგორ გავაკეთეთ ჩემი ფავორიტი ნიგვზიანი ბადრიჯანი. კარგად გარეცხილი, ნახევრად გათლილი და არც თუ ისეთ ხელნაჭრებად დაჭრილი ბადრიჯანი მოვათავსე სინზე, მოვაყარე მარილი და შემდეგ დავაფინან სამზარეულოს ხელსაყრელზე, რათა სითხე უფრო უკეთესად შეიწოვოს და გავაჩერე დაახლოებით 20 წუთი. შევწვათ ზეთში ორივე მხარე, გადავიტანოთ ქაღალდზე, რათა ზედმეტი ზეთი დაიწრიტოს. გადავიდეთ საკმაზის მომზადებაზე. პირველ რიგში ერთი თავი წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში კარგად მოვშუშოთ. ცალკე დავაბლენდერე 200 გრამი ნიგოზის, 3 კბილი ნიორი და ეს მოშუშული ხახვი შეურია. დავამატე ცოტა ძმარი, 1 ჩაის კოზი ყვითელი ყვავილი, 1 ჩაის კოზი სვანური მარილი და ნედლი ქინძი. გადავიდეთ შეკმაзвაზე და შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენი ვარიანტი. პირველ ვარიანტს თქვენ რასაც ხედავთ, ბადრიჯანს წაუსვი ნიგვზიანი მასა და გადავახვიე როგორც როლი. მეორე ვარიანტს უკვე შეგიძლიათ იქნაირად წაუსვათ, მაგრამ შევუკეთოთ მარჯვენა და მარცხენა მხარე, რაც შეეხება მესამე ვარიანტს, უბრალოდ ერთ ადგილას დავადე და ისე გადავახვიე. ამასობაში ჩემი ჭადებიც გამოცხება, პირველად გავაკეთე ღუმელში. ნიგვზიან ბადრიჯანს ესე ძალიან უხდება, თუმცა მე მაინც ზეთიანი ჭადები მირჩენია. გამოვიდა უგემრიელესი ნიგვზიანი ბადრიჯანი, აუცილებლად გააკეთეთ და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება.